26 მაისისთვის ემზადება 26 მაისის აქციისთვის ოპოზიციური ალიანსიც მიუხედავად იმისა, რომ უარი მიიღეს როგორც თბილისის მერიისგან, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროსგან რუსთაველზე დემონსტრაციის ჩატარებაზე, ამბობენ, რომ გეგმას არ შეცვლიან და შეეცდებიან სცენა და გახმოვანების აპარატურა დაამონტაჟონ პარლამენტთან. მსვლელობა უნივერსიტეტიდან პარლამენტის მიმართულებით დაიწყება 7 საათზე. თათია ტაბეშაძე გვერდება ახლა პირდაპირ ეთერში და მისგან მოვისმენთ უფრო დეტალურად, რა გეგმა აქვს ოპოზიციას ხვალ. თათია გისმენთ. დიახ, ლიზა, როგორც ჩვენ თქვით, 9 პარტიისგან შემდგარი ალიანსი არაპირებს, რომ საკუთარი გეგმა შეცვალოს. ისინი ხვალ დილიდან აპირებენ, რომ რუსთაველის გამზირზე მივიდნენ და განათავსონ ტექნიკა, რომელშიც მოიაზრება ხმის გამახმოვანებლები და ეკრანები. უკვე შემდეგ საღამოს 7 საათზე კი აპირებენ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეიკრიბონ და მსვლელობით გაემართონ რუსთაველის გამზირის მიმართულებით. დღეს მაგალითად განცხადება გააკეთა ხვალინდელ გეგმას დაკავშირებით ნიკა გვარამიამ, როგორც ალიანსის ერთ-ერთმა ლიდერმა და თქვა, რომ აქციას ექნება მშვიდობიანი სახე. ყოველ შემთხვევაში თავად ამბობს, რომ მშვიდობიანად აპირებენ ისინი, რომ წარმართონ აქცია, თუმცა აი ამ განცხადების დამაჯერებლობის ხარისხს ამცირებს რამდენიმე ფაქტორი და უპირველეს ყოვლისა ეს არის ის, რომ ისინი უარის მიუხედავად მაინც აპირებენ ტექნიკის განთავსებას რუსთაველის გამზირზე და როგორ აპირებენ ამას, ბუნებრივია ჩნდება კითხვის ნიშნები. და გარდა ამისა, მათი განცხადების დამაჯერებლობის ხარისხს ამცირებს ასევე ციხიდან გაკეთებული განცხადებები, რომელიც გასული პერიოდის განმავლობაში გვესმის ჩვენ ნაციონალური მოძრაობის ლიდერის მიხეილ სააკაშვილის მხრიდან და არა მხოლოდ, ასევე განცხადებები გაკეთდა ლევან ხაბეიშვილის და ბაჩო ახალაიას მხრიდანაც. მათი პოზიცია არის, რომ 26 მაისის აქცია არ უნდა დაიშალოს და მიეცეს რევოლუციის სახე. მათ განცხადებებში ჩვენ ასევე ამოვიკითხეთ სიტყვა დამხობა და შეტევა. უფრო ზუსტად როგორ ჩაივლის 26 მაისის აქცია, ამას ბუნებრივია ჩვენ ხვალ ვნახავთ. თავად კი, როგორც უკვე გითხარით, ოპოზიციის ერთი ნაწილი ალიანსის მხრიდან ამბობს, რომ აქციას ექნება მშვიდობიანი სახე და საერთოდ არ აფასებენ, ყოველ შემთხვევაში თავს იკავებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის აი ამ განცხადებების შინაარსში შევიდნენ და შეაფასონ, გაიზიარებენ თუ არა ისინი რევოლუციასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის მხრიდან გაკეთებულ მოწოდებებს. არ ვაპირებთ მორჩილება გამოუცხადოთ იმას, რაც ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს და ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებსაც. ვიკრიბებით უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან და შემდგომ მივდივართ მარშით რუსთაველზე. მანამდე ჩვენ ვეცდებით ბოლომდე, რომ შევიტანოთ ტექნიკა, დავამონტაჟოთ სცენა, ეკრანები. ჩვენი გეგმები დამოკიდებულია მნიშვნელოვანწილად იმაზე, შევძლებთ თუ არა ტექნიკური აღჭურვილობის დამონტაჟებას. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ ბოლომდე ვეცდებით ჩვენი კონსტიტუციური უფლების რეალიზაციას, თუმცა არის ვითარებები, როცა შესაძლებელია გამოსავალი არ იყოს. ამის გამო ჩვენ აქციას თავისთავად ცხადია არ გავაუქმებთ, მაგრამ აქციაზე მივიღებთ იმგვარ გადაწყვეტილებებს, რომლის ახსულებასაც დავიწყებთ მეორე დღიდანვე. და ესეთი გადაწყვეტილებები იქნება არაერთი და არა მხოლოდ პოლიტიკურ და ანტირეჟიმულ თემებს გულისხმობ მათ შორის სოციალურ თემებსაც. შეიკავოს თავი ყველამ ნებისმიერი ტიპის ესკალაციისგან. ჩვენი პროტესტი არის მშვიდობიანი და ემყარება მხოლოდ ჩვენს კონსტიტუციურ უფლებებს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ოპოზიცია აპირებს საპროტესტო აქცია გამართოს ეროვნულ დღესასწაულზე, ისეთ დღესასწაულზე, როგორც არის 26 მაისი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე, ან მაგალითად 9 აპრილი. ჩვენ შარშან გვახსოვს 26 მაისს ასევე საღამოს შეიკრიბა საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე. დღეს კომენტარი გააკეთა მაგალითად ისეთმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელიც არ არის ალიანსის წევრი და მისი შექმნის მასში გაწევრიანებაზე თქვა უარი. ასეთი არის გიორგი გახარიას პარტია და აგრეთვე არის პარტია ლელოც, თუმცა
თუმცა დღეს შეფასება გააკეთა მხოლოდ გიორგი გახარიას პარტიამ, რომელიც ამბობს, რომ ეროვნულ დღესასწაულზე მსგავსი საპროტესტო აქციის გამართვა ემსახურება საზოგადოების урადგაყოფას, ვინაიდან ასეთი დღესასწაულები განურჩევლად პოლიტიკური ნიშნისა აერთიანებს ჩვენს საზოგადოებას და ოპოზიცია ამით ემსახურება საზოგადოების урადგაყოფას. გარდა ამისა, დღეს მოვისმინეთ ბუნებრივია კომენტარები ქართული ოცნების მხრიდანაც, რომლებიც ამბობენ, რომ ოპოზიცია ხვალ დაადასტურებს, რომ მას არ ყავს მხარდამჭერები. მეორე მხრივ კი ამბობენ ისინიც, რომ ოპოზიცია მუდმივად ცდილობს საზოგადოებაში შუხლის შეტანას და მხარეების ერთმანეთთან დაპირისპირებას, რაც შეეხება იმას, რომ ოპოზიციას უარი ეთქვა ტექნიკის განთავსებაზე რუსთაველის გამზირზე. დღეს მოვისმინეთ მართველი გუნდის მხრიდან განმარტება, რომ ხვალ არის ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე. რუსთაველის გამზირზე იქნება სამხედრო ტექნიკა გამოფენილი, აგრეთვე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების სტენდები იქნება და საზოგადოება ჩვენი ერი მივა სწორედ რუსთაველის გამზირზე, როგორც ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილზე, იმისთვის რომ იზეიმოს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე და აი ამ ყველაფრიდან გამომდინარე ტექნიკის გადაადგილების სირთულე არსებობდა და ამიტომ ეთქვათ უარი და უარი ეთქვათ მხოლოდ ტექნიკის განთავსებაზე და არა შეკრებაზე. ჩვენთვის 26 მაისი არის ჩვენი ქვეყნის საზოგადოების მოქალაქეების ერთიანობის დღეს არის დღესასწაული, როდესაც ჩვენმა მოქალაქეებმა განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა ერთად უნდა აღვნიშნოთ ეს დღესასწაული. შესაბამისად, ჩვენთვის ყოველად მიუღებელია მსგავსი ტიპის, ასე ვთქვათ, მსგავსი თარიღების გამოყენება პოლიტიკური აქტივობისთვის და საზოგადოებად დავუყოთ ჩვენიანებად ან სხვისიანებად და მოხდეს საზოგადოების ერთმანეთთან დაპირისპირება. რატომ აკეთებენ 26 მაისს, თქვათ, სხვა დღესასწაულებში ვითომ აქციებს რატომ ამთხოვენ? იმიტომ რომ სხვა დღეებში ხალხი არ გამოდის. მაგალითად 25-ში რატომ არ გააკეთეს? 25-ში ხო ამბობენ რომ უმრავლესობა ჩვენ გვიჭერთ ხარსო. 25-ში გააკეთე, გამოვიდეს ის უმრავლესობა ადამიანი და რომ დაინახავს მე მთელი საქართველოს და მთელი მსოფლიო რომ აქეთ ყოფილა მთელი სიმართლე, მე უკვე 26-ში გექნება ლეგიტიმური უფლება რომ საკუთარი აღლუმი ჩაატარო. მაგრამ ეხა გამოვა 10 კაცი, 20 კაცი. არავინ არ უშლის ადამიანებს აქციის ჩატარებას. საუბარი არის იმაზე, რომ უბრალოდ უნდა გაითვალისწინო ის კონკრეტული მოცემულობა, რომ მთელი, ასე ვთქვათ, ცენტრი ქალაქისა დაკავებული არის იმ ღონისძიების მზადებით, რასაც ქვია საქართველოს დამოუკიდებლობის აღნიშვნის სახელმწიფო დღესასწაული. გამომდინარე აქედან, ეხლა მათ თავიანთი აქციის რაღაცა, ასე ვთქვათ, პროვოკაციულ დონეზე მიმზიდველობა რომ გაზარდონ, ამ სცენის გარშემო აქვს ეხლა სპეკულაცია ატეხილი და მეტი არაფერი აქ არ დევს მათ ამ სპეკულაციის იქით. შეკრების გამართვა ყველა შეუძლია, რომ დავაზუსტოთ, აქ საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე. თქვენ იცით, რომ აღინიშნება 26 მაისი, 26 მაისის აღნიშვნასთან დაკავშირებულია კონკრეტული ღონისძიებები. აქედან გამომდინარე, სირთულეებთან იყო დაკავშირებული ტექნიკის ადგილზე მიტანა და ამის გამო გაეცათ შესაბამისი პასუხი შეკრების ორგანიზატორებს, რაც შეეხება შეკრების გამართვა ყველა შეუძლია ჩვენს ქვეყანაში. პირიქით, მეგონი კარგიც იქნება, კიდევ ერთხელ აჩვენებენ ეს ადამიანები საკუთარ უსუსურ სახეს 26 მაისს. 26 მაის საპროტესტო აქციის გამართვის თაობაზე ოპოზიციურმა ალიანსმა ჯერ კიდევ 2 თვის წინ დაანონსა, მათი მიზანი არის, რომ ქვეყანაში ჩატარდეს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ ანტისამთავრობო აქციაზე დაკავებულები, თუმცა რა კონკრეტული გეგმა აქვს ოპოზიციურ ალიანსს ამის შესახებ ისინი არ საუბრობენ და ამბობენ მხოლოდ იმას, რომ ხვალინდელი დღე იქნება პროტესტის ახალ ეტაპზე გადაყვანის მანიშნებელი. აგრეთვე ამბობენ იმასაც, რომ ხვალინდელი დღე იქნება ტესტი იმისა, რომ მათი თქმით ქართველი ერი უჭერს ოპოზიციას მხარს. დღეს ნიკა გვარამიამ იმის შესახებაც განაცხადა, რომ თუკი ტექნიკას არ განათავსებინებენ, ამ შემთხვევაში უკვე ეს განაპირობებს მათ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს და რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ ისინი, ამას ბუნებრივია ჩვენ დაველოდებით და ვნახავთ ხვალინდელ დღეს. მადლობა თეთია ტაბეშაძე იყო პირდაპირ ეთერში.